მოკლედ, ჩვენ ხელში არის Reximex ტრონი, თურქული ნაწარმი. ტიპიური თურქული თოფებისაგან ეს განსხვავდება იმით, რომ კონსტრუქცია და წყობა არის მიმსგავსებული FX Impact-თან. აღებული აქვს რაღაცეები, ნიუანსები, მაგალითად. დამრტყმელი სარეგულირო აქვს Impact-ივით. არა აქვს აქედან კლასიკურად უკანა მომჭერი ბოლტი, აქვს გვერდიდან სარეგულირო. დამატებული აქვს გადამშვების სარეგულირო. თურქულ თოფებში ხშირად შევნიშნავთ რა ესეთ გადამშვების რეგულირებას, რომელიც ჰაერის გატარებას არეგულირებს. ასევე ამ თოფში არის გარე რეგულირების რეგულატორი. ესეც კაი ვარიანტია, ეხლა პნევმატიკოსებს ყველაფერი გარე რეგულირებით გჭირდება, იმიტომ რომ უფრო მოსახერხებელი არის ტესტებისთვის, სლაგის მორგებისთვის, სიჩქარის მორგებისთვის, ყველაფერი გჭირდება რომ იყოს გარედან რეგულირებადი და არა დაშლადი და საწვალებელი, ასე რომ ვთქვათ. ხო, Impact-ს აქვს დამატებით სარქველის გაღების სულის რეგულირებაც, რომელიც არის ძალიან ძვირი ტექნოლოგია, თოფს გააძვირებს თავისთავად და თურქულ ვარიანტში ეგ დაზოგილი არის და არ აქვს დაყენებული სარქველის სულის რეგულირება. ასევე სასხლებზე გვაქვს სიმძიმის დასარეგულირებელი ერთი ვინტი, რომელთაც შეიძლება გავაკეთოთ დასხლეტვის დამსუბუქება. გადასატენი არის ძალიან სასიამოვნო, ვერ ვიტყვი რომ რბილია როგორც Impact-ზე, მაგრამ სასიამოვნო და მუშაობს, არ არის ხარვეზული, ანუ გადატენვის დროს არ აქვს შეხებები ზედმეტი. სასხლეტიც ნორმალურად მუშაობს. არა, გონგს ვერ მოვარტყმის. ეს მოყვება 2 წალი 14 ტყვიანი ჭიდი და ასევე მოყვება 1 ტყვიანი ეს ალბათ უფრო ბენჩრესტისთვის და ზუსტის როლისთვის გამოსაყენებელი ცალტყვიანი ჭიდი. მარცხნიდან წამოვიდა 3 მეტრია დაახლოებით. წინიდან არის შალვა. წინიდან. აქ გვერდიდან მირთყავს ახლა. სადღაც 10 საათიდან არის დაახლოებით. კი ბატონო. 106 მეტრია, ხო? კი. დაბა, ასწავლოთ. 150-155-ია. ხო, მაგრამ 150 მაინც არ ჩამოვაცილო ხოლმე. კი, ვიღაცოდ. რედუქტორი გადამუშავებას ვეღარ ახერხებს. კარგი დავტენით. ეგ არის. გამარჯობათ მეგობრებო, სპორტული სროლელებო, პნევმატიკის მოყვარულებო, მოგესალმებით ჩვენ ახსე აირგან ჯორჯია, Reximex ტრონი, რომელიც დიდი ხანია უკვე განხილვის საგანია, ჩვენამდე თითქმის 1 წლიანი ლოდინის შემდეგ მოაღწია. მადლობა ამისთვის MOA Group-ს, რომელმაც მოგვაწოდა ეს იარაღი. რუსთავში მდებარეობს ეს მაღაზია, შეგიძლიათ მიხვიდეთ. ლაგია ხო? იყიდოთ, გატესტოთ, რავი, ისროლოთ. ასევე სხვადასხვა სახის ოპტიკა და მრავალი სეგმენტი შეგხვდება. ამ ტოპის ვიზუალი საინტერესოა, ძალიან მომეწონა. მე მინდა სანამ აკაკი სროლებს დაიწყებს და მის ტექნიკურ მონაცემებს შემოგთავაზებთ, რაც ჩემით დავინახე მინუსები, ყველაფერი გითხრათ, რათა შეძენის შემდეგ იცოდეთ თუ რას ყიდულობთ, როგორ ყიდულობთ და ასე შემდეგ. მოკლედ, პირველ რიგში ეს არის ალუმინის ბალონი, რომელიც ამძიმებს თოფს. დაახლოებით მინიმუმ 9 კილოთი მძიმეა თოფი და კომპოზიტური კოლბის აყენების შემთხვევაში ძალიან კარგ ვიზუალურ ეფექტსაც და წონასაც მიიღებთ. რაც შეეხება კამერაში რამდენად გამოჩნდება, არ ვიცი,
ეთყობა რომ დაბალ სეგმენტიანი ნაწარმია, რადგან ზემოთ არის ამოწეული მანომეტრები. არ არის პირდაპირ კოლოფზე დასული, რაც ცოტა ისეთ არასენსიტიურ ვიზუალს ქმნის. არასრულფასოვანს, ასე ვთქვათ. ყველაზე დიდი მინუსი ის იყო და იმედგაცრუება, რომ ლულის შეცვლა მოგვიწია ამ თოფს. მართალია, ლულები იშოვება ჩვენთან დაახლოებით 180 წლამდე ღირს. ლულას გამოცვლდა თოფი იდეალურად ისვრის, მაგრამ თავისივე ლულით ძალიან ცუდად ისროლა, იმიტომ რომ თითქმის ნარეზი არ ქონდა ლულას. ჩვენ მივედით მაღაზიაში, გადავამოწმეთ, როგორც ჩანს, კონკრეტულად ამ მოდელში იყო გაპარული ეგ ხარვეზი. ამ ხარვეზის შედეგად მოგვიწია ლულის გამოცვლა და თოფი ისვრის იდეალურად. რეგულირებები იდეალურად არის თოფზე მოწყობილი, ნახავთ ამას აკუ აგიხსნით. რაც კიდევ არ მომწონს, ეს არის პლენუმს და გადამშვებს შორის არის ძალიან დიდი სივრცე. ეს სივრცე ჰაერის მოხვევის შემთხვევაში კარგავს ენერგიას, რა, არ არის იმდენად ეფექტური. მაგრამ პლენუმის სიდიდიდან გამომდინარე ეს აკომპენსირებს ყველაფერს და საკმაოდ სტაბილურადაც ისვრის. რედუქტორიც იდეალურად მუშაობს. მოკლედ, ბევრი რო არ ვილაპარაკო ამ თოფზე, გეტყვით რომ პატარა ჩარევების შედეგად შესაძლებელია მიიღოთ ძალიან კარგი შედეგი. თოფის ვიზუალი ძალიან კარგია. პნევმატიკაში ყველა თოფს ჩარევა ჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა ეს FX იმპაქტი გაქვს თუ ასე შემდეგ. სხვა მაგარ კლასის სეგმენტის იარაღი. ზოგადად პირველ რიგში ალბათ ვიზუალია ხოლმე მთავარი, როდესაც მსროლელი არჩევს იარაღს, რა. ვიზუალიდან გამომდინარე, იმის თქვა შემიძლია ერთი, რომ ბულპაპ ვერსიებს ყოველთვის კონდახი აქვთ მოკლე და დამიზნება ძალიან სენსიტიურ თემა ამ დროს, რა. მით უმეტეს, როცა სპორტული სროლისთვის ისვრით, თორე საანდიროთ იდეალურია. მაგრამ ამას დაგრძელებული აქვს კონდახი, მოთავსებულია დამტყმელის რეგულატორი ამ კონდახში. მე თვითონ იდეალურად მოვირგე. ფასი გახლავთ 1800 ლარი. არ არის ეს თანხა რაღაც ასტრონომიული, ასე ვთქვათ, მაგრამ რაღაც ჩარევები მაინც სჭირდება თოფს და დაახლოებით 300-400 ლარის ფარგლებში დაგჭირდებათ ბიუჯეტი, რომ ეს თოფი კიდევ მოხოდოთ და მიიყვანოთ იმ კონდიციამდე, რაც გასიამოვნებთ ბევრს ისვრით, ზუსტად ისვრით და ასე შემდეგ. იგივე თანხა ჭირდება ხოლმე თითქმის სხვა ჩინურ სეგმენტებს, დაბალი ბიუჯეტიდან გამომდინარე, რა. ჩვენ სტუმრად გვყავს ასევე მეპატრონეც ზურაქ იტიაშვილი, გამარჯობა ზურაქ. ზურაქ, აღგზიარებთ ამ თოფის შესახებ. პირველი ხარ ვინც იყიდა, ვინც მიაკითხა მოაგროვს და გვაინტერესებს შენი აზრი ვიზუალის მხრივ, თვითონ ჩარევების შესახებ, ბევრი ზოგადად პნევმატიკაზე გულს იცრუებს ხოლმე, იმიტომ რომ გონიათ თოფს იყიდიან, აიღებენ, დადებენ ისვენ. ეგ შეუძლებელია ყოველთვის, რა. მაგრამ როცა შედეგზე გახვალ, ის შედეგი უბრალოდ ყველაზე მოკლედ რო ვთქვათ, გაუცებს ადამიანს. გისმენთ აბა, რას ვეთქვი ზოგადად? სულ რამდენიმე ხუთი შევიძინე ქალაქში, მოაგროვში, აღნიშნული იარაღი, პნევმატური იარაღი. მე თვითონ ახალი დამწყები ვარ პნევმატიკაში, დამაინტერესა მისმა ვიზუალმა, ინტერნეტში მოვიძიე მისი შესაძლებლობების შესახებ, თეორიულად დამაკმაყოფილა
და გადავწყვიტე პრაქტიკაში გავამეცადე ეს იარაღი. კი როგორც მზანეთ გარკვეული წელი ჩარევები გაჭირდა სპეციალისტის საგანგი რუაძის დახმარებით. მე პირადად დიდ მადლობას ვუხდი ბატონაკის, ვინაიდან მისი ჩარევის შედეგად თოფი გახდა ისეთი, ალბათ როგორც უნდა იყოს. მისი ნაცვლები გოგმოუპილებს 25 მეტრიდან 100 მეტრის ჩაგვდით. უბრალოდ სხვა მანძილიდან რო არ მეყოლო 100 მეტრზე იქით გავამეცადა. გამოვცდით მაგასაც. რა თქმა უნდა, მე პირადად 22 ელებს ვისროდი ძალიან ხშირად შეჯერებებს გავამდიოდი. და სავსები დამაკმაყოფილდა აღნიშნულმა იარაღმა იმ ჩარავების შედეგად რაზეც ბრძანეთ. და აქტიურად მივიღეთ ის შედეგი, რომ 50 მეტრში ნასრული დაახლოებით არ სდება 5 ვაზნიანი ჯგუფი სანტიმეტრ ნახევარს, 100 მეტრში თავისუფლად შევდივართ 7 სანტიმეტრია გოქში და მაყოფილი ვარ იარაღის, მაყოფილი ვარ შებესე მოაგრობის. აქვე მოგახსენებთ, რომ კონკრეტულად ჩემი იარაღს სანდუხარად უნდაზე არ მოხდა პრობლემა, მაგრამ ეს პრობლემა ელემენტარულად არ მოიწურა გულის შეცვლით. რაც ძირი არ ჯდება. როგორც თავში თქვა, ნათქვამი ეს მოსაუბრელია პნევმატიკაზე, იმიტომ რომ ასე თქვა ქირურგიული სიუჟეტის იარაღია და რაც ეს სასრული იარაღზე არ აისახება, ხშირად აისახება პნევმატიკაზე. რა თქმა უნდა, ძვირი არ დამზარა შეცვლა და საბოლოოდ როგორც ზემოთ მოგახსენებთ, შედეგი მივიღეთ იდეალურად. მადლობას მოგიხდი ჩვენთან მოტანისთვის. მრავალჯერ შევხვდებით კიდევ ერთხელ ტურნირებზე და დიდი მადლობა. მადლობა. ნახე როგორ დავაყენე. ნახე. ეს მე აინტერესებს პირველ შესლაგი ხო. არ არის. სამზები დავაყენე და არ არის. აუ შეხაც ყველას იმას უარდა მე. მე მაგარი მოყოლი ვარ და 10 და კრიტიკა მოგდოდა. Iki down. Ეხლა თორე დრო დავიმიზნო, მოხდება.